ბავშვის კვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც მშობელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში წამყვან ადგილს იკავებს. სწორად შერჩეული საკვები ბავშვში აყალიბებს ჯანსაღ იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ტვინის განვითარებას, ზრდასა და ენერგიის სწორად გადანაწილებას. სამწუხაროდ, არაერთ მშობელს უჭირს განსაზღვრა, რა საკიდან უნდა დაიწყოს დამატებითი კვება, როგორ შეურიოთ საკვები პროდუქტები და როგორ აიცილოს ალერგიული რეაქციები. ხშირად ბავშვები ან ზედმეტად ბევრს, ან პირიქით არასაკმარისად იღებენ საკვებს, რაც მათ ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება. ბავშვის კვების წესები მნიშვნელოვნად განსხვავდება ასაკის, განვითარების და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. ამიტომ აუცილებელია თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომა და სპეციალისტის რჩევა. ამ თემაზე იმპულსის კითხვას პედიატრი ნინო ჯიმშელაძე უპასუხებს. მოგესალმებით, ქაბატონი, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის და ძალიან აქტუალური თემისთვის, რომელიც პირველ რიგში ალბათ მშობლებს დააინტერესებთ, იმიტომ რომ საქმე ეხება მათ პატარებს და ბავშვის ჯანმრთელობას და ჯანმრთელობის მთავარი ხაზი სწორედ კვებაზე გადის და სწორად შერჩეულ კვების რაციონზე. რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება ბავშვის განვითარებისთვის და ჯანმრთელობისთვის? რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მე მინდა აღნიშნო ისიც, რომ დაბადების მომენტიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში სწორ და ჯანსაღ კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ საკვები ნივთიერება მონაწილეობას იღებს მეტაბოლურ პროცესებში, რომლითაც განპირობებულია როგორც უჯრედის, ასევე ქსოვილების მუდმივი განახლება და განვითარება. ამიტომ არა მარტო ფიზიკური განვითარების, არამედ სხვა განვითარების, გონებრივი განვითარების, მოტორული ფუნქციის განვითარებისათვის საჭირო არის სწორი კვება, საჭირო არის დროული კვება, ანუ დროული ჩართვა სხვადასხვა საკვების და შემდგომში მთელი ცხოვრების განმავლობაში უკვე საჭირო არის ჯანსაღი კვებით სარგებლობა. აი, რა საკიდან იწყება ბავშვის ფორმირების, ანუ კვებითი ფორმირების ეტაპები და როგორ ხდება გადასვლა ასაკის მიხედვით? ეტაპები როგორც ასეთი ცალკე დაყოფილი არ არის, მაგრამ მე მინდა აღნიშნო, რომ პირველი საკვები, რომელიც ბავშვმა უნდა მიიღოს აუცილებლად, როდესაც დაიბადება, მოელინება ამ ქვეყანას, უნდა იყოს დედის ხსენი. რაც არ უნდა მცირე რაოდენობით იყოს, რაც არ უნდა არ იყოს პირველ დღეს საკვები და დედა წუხდეს, რომ რა ვქნათ ბავშვი მშიერია, არ არის ბავშვი მშიერი, მას აქვს უნარი გაძლოს და პირველი საკვები, რომელიც უნდა ჩავიდეს ბავშვის ორგანიზმში, კუჭში, ეს არის ხსენი. შემდგომში, რა თქმა უნდა, ყალიბდება ის რძეთ, ინგრედიენტები, რომელიც მის შემადგენლობაში შედის, უფრო და უფრო იხვეწება და შემდეგ არის, რა თქმა უნდა, დედის რძით კვება პირველ რიგში აუცილებელი, საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანი. და რაც შეიძლება ხანგრძლივი. აღნიშნოთ, იმიტომ რომ სულ უფრო ხშირად საუბრობენ პედიატრები, სულ უფრო ხშირად საუბრობენ ექიმ სპეციალისტები იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი კვება და მისი მნიშვნელობა წლიდან წლამდე იზრდება, სულ უფრო მეტ უცნაურ და თვისებას მიაწერენ მას, მათ შორის იმუნურ დამცველებს, პრევენციულს, ონკოლოგიურ დაავადებების პრევენციის და ძალიან ბევრი სხვა პრობლემის იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და რაც უფრო დიდხანს გრძელდება, მით უფრო კარგია მათ შორის ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის. დიახ, რა თქმა უნდა. აი, ამიტომ არის, რომ მეც, როგორც პედიატრი და დამეთანხმებიან პედიატრები და საერთოდ ექიმები, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება პირდაპირ არჭამა ბავშვმა და უშუალოდ ვერ მიიღო ხსენი და პირდაპირ ხელოვნური საკვებით დაწყება. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბუნებრივი საკვები მიიღოს თუ გინდას მეორე დღიდან დედის რძე. და შესაძლებელია იყოს კიდევ ის, რომ მოხდეს ჰიპოგალაქტემია, ანუ რძის შემცირება. აი, რძის შემცირების და არის კიდე აგალაქტემია, როდესაც არ არის რძე საერთოდ. აი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დავნიშნოთ ხელოვნური საკვები, ისიც ჰიპოგალაქტემია, როდესაც არის, ანუ შემცირებულია დედის რძე, ვატყობთ, ვწონით ბავშვებს, რომ არ იმატებენ ისე, როგორც და მოიმატონ ასაკის მიხედვით, დღეების მიხედვით და უშუალოდ 10 დღის, 20 დღის ბავშვი, 1 თვის ბავშვი, ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს საკონტროლო აწონვა, ანუ ბავშვი აიწონოს კვებამდე, აიწონოს კვების შემდეგ, ვნახოთ რა რაოდენობით რძეს ჭამს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, თუ ეს არ არის იმდენი, რამდენი საჭირო ბავშვი წონაში არ იმატებს, მაშინ შეიძლება შეამატოთ ისიც მხოლოდ დღეში ერთხელ ან ორჯერ, იმიტომ რომ როდესაც ხელოვნურ საკვებს
პედიატრებს იღებს ბავშვი და დაწყნარდება, დედაც უფრო მეტად მშვიდდება. შემდეგ უკვე მოდის რძე, უკვე ემატება დედას რძის რაოდენობა და გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც საერთოდ ამოიღებთ ხელოვნურს და მთლიანად გადადიან ბუნებრივ კვებაზე. მაგრამ როდესაც არის აგალაქტემია, ანუ ეს ბუნებრივია ექიმთან, პედიატრთან შედარებით და არავითარ შემთხვევაში რაღაც საკუთარი დაკვირვებით და თუმცა ხდება ბუნებრივია ძალიან ბევრი პაციენტები რეკავენ და მე იცით ექიმო, შემომაკლდა რძე და რა შევამატო. არც ერთ შემთხვევაში მე ამას სასტიკუარს ვეუბნები, აუცილებელი საჭიროა საკონტროლო აწონა და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ექიმი დაადგენს, ამას ჭირდება ნამდვილად თუ არა, მე ისე შეიძლება. მე ჩემდა სასიხარულოდ და ექიმების, პედიატრების სასიხარულოდ უნდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში ძალიან კარგად წავიდა ეს საქმე. ანუ ბევრი დედა ცდილობს მაქსიმალურად მისცეს დედის რძე. წინა პერიოდთან შედარებით, წინა წლებთან შედარებით. ეს ალბათ გარკვეულწილად იმ საინფორმაციო კამპანიას ბრალია. ზოგადად სოციალური ქსელები, მედია მუშაობს იმაზე, რომ მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მშობელს და რაღაცნაირად გარკვეულწილად მშობლების ცნობიერების დონეც ამაღლდა. ისინი უკვე რაღაცნაირად იმ სტერეოტიპებზე აღარ არიან დამოკიდებული, რომელიც წინათაობიდან მოდისო თითქოს რაღაც ბავშვს უნდა მიცოთ ბევრი საკვები, ეს კიდევ ცალკე პრობლემის ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ და ეს ინფორმირებულობა ზოგადად რომელსაც მედია ეწევა გარკვეულწილად დადებითად მოქმედებს და არა მარტო იმაზე, რომ ბავშვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამას და თვითონ შემდეგ მშობლების კმაყოფილები არიან, იცით, აი ვატყობ ხოლმე რომ ძალიან კარგად მიდის უკვე კვება, სადღაც 5-6 თვემდე. ეხლა მეორე ეტაპი, როდესაც 5-6 თვის არის ხდება ბავშვი, საჭიროა უკვე შემატებული საკვები, რომელიც არის ძირითადად ბოსტნეულისა და ფაფეულის სახით. მაგრამ ესეც აუცილებლად უნდა მოხდეს ძალიან შერჩევითობით, ანუ მონოპროდუქტით უნდა დავიწყოთ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ერთ რომელიმე მონოპროდუქტს ბავშვი კარგად ვერ იღებს, არ მოსწონს, არ ჭამს, მეორეს უფრო ჭამს, მაგრამ შემდეგ როდესაც პოლიპროდუქტებზე გადავდივართ უკვე და ყველა პროდუქტი არის უკვე ბოსტნეულში, ბავშვები უკვე კარგად იღებენ ამ საკვებს, ასევე ფაფებიც, მაგრამ ერთი დიდი სურვილი მაქვს, იცოდნენ მშობლებმა, იცოდნენ მოსახლეობამ, განსაკუთრებით ბებიებმა და ბაბუებმა, მათ საყურადღებოდ ვამბობ, რომ ბავშვების ისე გავზარდოთ, რომ არ მივაჩვიოთ ტკბილს, არ კონდეს გემო აი შაქრის მარილის გემო არ უნდა იცოდეს ბავშვმა. დიახ, უდიდესი კამპანია და ეს სწორიც არის, ეს მიდგომა სწორიც არის, იმიტომ რომ მე ვეღარ ვაკავებთ უკვე ბავშვებს და უმადობის ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად ეს არის და როდესაც ბავშვები ნახშირწყლოვან, დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, ანუ იღებენ აი ამ შაქრიან პროდუქტებს, უკვე წონაშიც ისე მატულობენ, რომ მათი შეკავება უკვე ძალიან რთული ხდება. მთელ რიგ პრობლემებს გვიქმნის უკვე სუქანი ბავშვი, რა თქმა უნდა, ჭარბიწონის ბავშვი. აი, ამიტომ არის, რომ დედის რძით კვება უდიდესი მნიშვნელობის არის და მხოლოდ აი, დარწმუნებული ხშირად სვამენ ამ შეკითხვას. ჩემი შვილი გაიზარდა, მაგრამ მაინც ჭამს რძეს. ანუ ამ შემთხვევაში უკვე არის სად გადის ზღვარი, როდის შეიძლება, რა ასაკამდე შეიძლება მიცემა და როდის შემდეგ, რა ასაკის შემდეგ უკვე აღარ არის არათუ სასარგებლო ნივთიერებებით, არამედ შეიძლება მავნეც იყოს. დიახ. საერთოდ მიღებულია, რომ წლინახევრამდე, 2 წლამდე, აი მედიცინაში მიღებულია, რომ 2 წლამდე. მე მაინც ვთვლი, რომ წლინახევრის შემდეგ უნდა მოხდეს თანდისთანობითი მისი გადაჭრება. იმიტომ რომ შემდგომ პერიოდში 2 წლის შემდეგ ბავშვები უკვე ძნელად გადაეჩვევიან. ისინი ითხოვენ ამ კვებას ღამე, აქვს დედებს უძილობები, არის ისეთ ადგილებში მოთხოვენ საჭმელს ძუძუს, სადაც ცოტა უხერხულია მიცემა და ასე შემდეგ. ამიტომ 2 წლამდე, დიახ, 2 წლამდე ბავშვები უნდა იღებდნენ დედის რძეს, სასურველია, მაგრამ რა თქმა უნდა, შემატებული საკვები, რა დროდადაც უნდა დავიწყოთ თავშად 5-6-7 თვის ასაკიდან ჯერ ბოსტნეული, ფაფეული, შემდეგ 7-8 თვიდან ხორცეული, თევზით და ასე შემდეგ, ეს მაინც უნდა მივცეთ ბავშვებს იმისთვის, რომ ხარისხობრივად შეიძლება აი ეს რაოდენობრივად დედის რძე ბევრი იყოს, მაგრამ ხარისხობრივად უკვე აღარ იყოს. ამიტომ ეს საკვები ინგრედიენტები პრაქტიკულად გამოცდილია, უკვე აღარ აქვს ისეთ დატვირთვა, ბუნებრივი მცილები, ცხიმები, ნახშირწყლები. არა, თუმცა ისიც აღნიშნოთ, რომ რაღაც გარკვეული კვლევები მაქვს ნანახი, სადაც მითითებულია, რომ პრაქტიკულად დაცლილი საკვები კომპონენტებისგან დედის რძე რაღაც ასაკის შემდეგ მაინც ინარჩუნებს იმუნური აქტივობის ფუნქციას, ის გავლენას ახდენს ბავშვის გონებრივ განვითარებაზე, ბავშვის
რეზისტენტობაზე და მდგრადობაზე ინფექციური დაავადებების მიმართ და პრაქტიკულად ეს თუ არ არის ძალიან სერიოზული დისკომფორტის მომტანი, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ბავშვის ჯანმრთელობაში, თუნდაც დაგვიანებული კვება, რომელიც გამოცვლილია სრულად კვებითი კომპონენტებისგან, მაგრამ ის აუცილებელი ნივთიერებები აქვს, რომელიც მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად მათარი ხარ რეალური, მაგრამ როგორ უნდა იყოს, იცით, ისე კი არა რომ აი არიან მოდიან მშობლები და ამბობენ, არაფერს არ ჭამს, ჩემი რცის გარდა. ეს უკვე დამნაშავეა დედა, იმიტომ რომ მის დროზე არ დაუწყო გარკვეული საკვები, არ შეაყვარა, არ შეაჩვია, არ მოამშია. აი რამდენი ბავშვს მოშივდებოდა იმ ძუძუს აძლევდა და მე უკვე იმ სხვა საჭმელებს არ ჭამენ. რა თქმა უნდა, შემდეგ დედის რძე უკვე ხარისხობრივად აღარ ყოფნის და ამიტომ შემატებული საკვები, რომელიც იწყება გარკვეული ასაკიდან, ეს ყოველთვის აუცილებლად უნდა მოხდეს ისე, როგორც საჭიროა. აი, რა საკვები არის სასაკვები? ეხლა გავმოყოთ ბუნებრივია კვება გასაგებია, მაგრამ არსებობს საკვები პროდუქტები, რომელიც შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს ბავშვისთვის, ან არსებობს პროდუქტები, რომელიც შეიძლება ნაკლებად სასარგებლო იყოს ბავშვისთვის. ანუ რა ტიპის საკვები არის აუცილებელი დამატებითი კვების დროს მნიშვნელოვანი, როგორც საკვებით ღირებულებით, ასევე მიკროელემენტებით, მაკროელემენტებით და ასე შემდეგ დიდარი. მოგიხსენებათ, რომ მცენარეული საკვები, რომელიც 5-6 თვიდან უნდა დავიწყოთ, მონოპროდუქტებით, რა თქმა უნდა, შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, ასევე მდიდარი ცილებით და ცხიმებით და ჩვენ არ უნდა დაუშვათ ის, რომ მივცეთ ბავშვს ისეთი საკვები დავუშვათ ხილი დიდი რაოდენობით, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს. უნდა მოვახდინოთ საერთოდ ნახშირწყლების მიცემა უნდა ხდებოდეს ამ ასაკში დაახლოებით 40-50%-ს მოიცავს აი ამ კვების, მაგრამ უნდა იყოს მცენარეული აუცილებლად ნახშირწყლები და არა ხილის, უფრო მეტი რაოდენობით უნდა იყოს მცენარეული, რომელიც არის ნებისმიერ ძალიან სასარგებლო არის ბროკოლი, სტაფილო, კარტოფილი, ყაბაყი და ასე შემდეგ. მათ შორის უჯრედისი, რომელიც უჯრედისი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბავშვის მიკროფლორის ძალიან და მიკროფლორაზე დამოკიდებული თავისთავად ცხადია, ადვილი მოსანელებელიცაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ეს ამ ორგანიზმს უკვე გამომუშავებული აქვს ისეთი მაკრო და მიკროელემენტები, ფერმენტები, რომლებიც ადვილად ამუშავებს აი ამ საკვებს უკვე. და აი რა ტიპის საკვები არის განსაკუთრებით საზიანო ბავშვისთვის, რაც უნდა ამოვიღოთ რაციონიდან, ნუ ტკბილზე საუბრობდით. ამაზე სულ უფრო ბევრს საუბრობენ სპეციალისტები. ამაზე კიდევ უფრო მეც ისაუბრებენ, იმიტომ რომ თანამედროვე კვლევები ნეიროფიზიოლოგიაში, მათ შორის ის ინოვაციები, რომელიც ამ მიმართულებით არის, ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ შაქრიანი საკვები, განსაკუთრებით სწრაფი შაქრები, არა მარტო მოზრდილებისთვის არის მნიშვნელოვანი, მზიანის მომტანი, არამედ ბავშვებისთვისაც. ეს არის პრაქტიკულად ნარკოტიკი თავისი მოქმედებით დოფამინურ სისტემაზე, როგორც მარილი, როგორც ეს არის საკვები, რომელიც აუცილებლად უნდა ამოვიღოთ გაზირებულ საკვებთან ერთად და ძალიან დიდ ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას და ეს არის ინვესტიცია მომავალი დიაბეტისთვის ბავშვებისთვის. დიახ, ზუსტად. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აი ამ შაქარზე უნდა გამახვილდეს ძალიან დიდი ყურადღება შაქრიან სასმელებზე, რომელსაც ჩვენი მშობლები და მშობლებს დიდათ ვერ ვიტყვი, აი უფრო წინათაობები პატივსცემენ ბავშვებს და მიართმევენ ხოლმე აი ამ დესერტებს და გაზიან სასმელებს, რომელიც აუცილებლად უნდა შეიზღუდოს. აუცილებლად შეიზღუდოს კი არა. საერთოდ არ უნდა იცოდეს ბავშვმა რა არის გაზიანი სასმელი, ისე უნდა გაიზარდოს. არც კოკა-კოლა და არც სპრაიტი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს საკვებები ბავშვებმა რაც შეიძლება გვიან, რაც შეიძლება ეს შემდგომ ასაკშიც კი დიდად სასურველი არ არის. ეს ჩვენი ფასტფუდები ისე გატენილია ამ საკვებებით და რაღაცნაირად ამ ბავშვებს იზიდავს ეს საჭმელი, რომელიც მერე ვისაუბრებთ ჩვენ ამაზე, რომელიც საერთოდ დიდად არის მავნებელი ბავშვის ორგანიზმისთვის. ახლა ვისაუბროთ მეორე უკიდურესობაზე, როდესაც ბავშვები ზოგადად უარს ამბობენ კვებაზე. ჩემი შვილი პრეტენზიული მჭამელია, ხშირად ისმის ალბათ მშობლებისგან, საერთოდ არ ჭამს, მარტო ჭამს რაღაც ერთ კონკრეტულ პროდუქტს, უყვარს რაღაც free და მარტო free სიტყვის პირობითად, ან რაღაც ერთი მონოპროდუქცია დამოკიდებული. ამ შემთხვევაში ესეთი პრეტენზიული მჭამელებისთვის როგორი არის რეკომენდაცია, როგორ უნდა მოიქცეთ მშობელი სწორად იმისათვის, რომ ნელ-ნელა ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ მისი ეს ქცევა. იცით რა, ბავშვების უჭმელობა სამწუხაროდ ძალიან წამოვიდა. ეხლა, იცით აი წინა პლანზე წამოვიდა. მოდიან გვეუბნებიან, იცით არ ჭამს არაფერს, თუმცა შეხედავ ბავშვს და ატყობ რომ იმას უჭმელობის აწონი, გაზომა არ არის ნორმებში თავსდება. აი ამ შემთხვევაში არის ისმება კითხვა, მრავალი მიზეზი აქვს ამას. პირველი ის რომ
თუ ბავშვმა კალორიული საჭმელი ჭამა და მშობელი მალე აძლევს სხვა საჭმელს, რა თქმა უნდა, ის არ შეჭამს. მაგრამ უნდა დავფიქრდეთ, რა ჭამა ბავშვმა, მივცეთ თუ არა ეხლა საჭმელი, თუ ცოტა მოგვიანებით მივცეთ საჭმელი. აუცილებელი და მნიშვნელოვანია რეგულარული მიცემა საკვების ერთსა და იმავე დროს. აი ეს უკვე მადას აღწრავს ერთ და იმავე დროს საჭმელის მიცემა და შუალედები უნდა იყოს ყოველგვარი წახემსების გარეშე. ამ შემთხვევაში უკვე ბავშვის მადა ისეთია, რომ მეორე საჭმელს ბავშვი თავისუფლად ჭამს. თუ თავისუფლად არა, ყოველ შემთხვევაში ისეთი ძალდატანებით არა, როგორცაც მშობლები მიმართავენ. მეორე ეს არის ავადობა. ავადობის დროს ბავშვი საჭმელს ცუდად ჭამს, მაგრამ ეს ვიცით, რომ არის დროებითი და როგორც კი ავადობა გაივლის, ბავშვის მადა გამოკეთდება, მაგრამ თუ ავადობის პერიოდში თქვენ დააძალეთ საჭმელი, ეს იქნება შეცდომა. იმიტომ რომ შემდგომ უკვე ის დაძალებული საჭმელი ისე ძულს, რომ გარკვეული პერიოდის მერე ეს უმადობა ისევ გრძელდება ხოლმე და მშობლებს უკვირთ, ბავშვი კარგად არის და რატომ არ გამოკეთდა მადა. არის უმოძრაობა. ყველაზე მეტი თავარი, რაც ახლა ჩვენ ბავშვებს ახასიათებს, ეს არის უმოძრაობა. ბავშვები მთელი დღის განმავლობაში ხედან, გაჯეტებით ირთობენ თავს ტელევიზიით, ტელეფონით და ასე შემდეგ. აი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? მაქსიმალურად ვასარგებლოთ აერით, მაქსიმალურად ვასეირნოთ, დავტვირთოთ ფიზიკურად და აი ეს ფიზიკური დატვირთვა და ესეირნობა მოგცემს იმას, რომ უკვე ბავშვს მადა განუვითარდება. შემდეგი არის ის, რომ ზოგიერთი ბავშვი მაგალითად ჭამის წინ მისცეს ტკბილი. ამ შემთხვევაში მადაზე აღარ უნდა ვისაუბროთ. როდესაც ბავშვისთვის ხელმისაწვდომია, მისთვის გემრიელი საჭმელი დაუშვათ დესერტი ან და კამფეტი ან და შოკოლადი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა საჭმელს არ შეჭამს. და კიდევ არის ბავშვები, რომლებიც გამხდარია ფიზიკურად პატარები არიან, სუსტები, ეს გენეტიკურია. შეიძლება მისი მამა იყო ასეთი, დედა იყო ასეთი და ამას ეუბნებიან, აი ნახე, გიორგიმ რა კარგად ჭამს, გიორგი როგორი მსუქანი არ, ეს რა თქმა უნდა უარყოფითად მოქმედებს ბავშვზე. აი სწორი ქცევის მნიშვნელობა. დიახ, ნუ გასასწრაფთ, ამით იმიტომ რომ ბავშვმა თავისუფლად შეიძლება მადა გამოაკეთოს, იმდენი ჭამოს უფრო სწორად, რამდენიც მას უნდა და იმდენი არა, რამდენიც ჩვენ ხომ გვახსოვს ჩვენი ბავშვობა, დედები რო გვილინცინებდნენ თევზებს და ჭამდით თუ არ ჭამდით, ეს უკვე საკითხავი იყო, მაშინ ჩვენს გვეჯავრებოდა ეს ბევრი საჭმელი. ამიტომ ყოველთვის, როდესაც ბავშვი უჭმელია, დაუდეთ იმდენი, რამდენიცაც თვითონ შეჭამს. ნუ გინდოდეთ იმდენი საჭმელის მიცემა, რამდენიც ჩვენ გვინდა. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქცევაზე გადავედით, ბავშვის კვებითი ქცევის გამომუშავებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, ხშირ შემთხვევაში ის არასწორი ქცევა, ის პატერნები, მშობლის ქცევითი პატერნები, რომელიც გახდეს საფუძველი არა მარტო კვების დარღვევის, არამედ ბევრი სხვა სტიგმური პრობლემის, რომელიც მოზარდობის პერიოდში იჩენს თავს, ან ზრდასრულ პერიოდში იჩენს თავს და ამიტომ თითქოს ერთი შეხედვით რაღაც ამ იმბაძველობის მიღმა, რომ ისეთი ის ასე აკეთებს და შენ ამას ასე არ აკეთებ და რატო არ ჭამ, ან რაღაც ამ არასწორი იმის მიღმა ძალიან დიდ დანაშაულს ჩადიან მშობლები და მერე ამ შეცდომის გამოსწორება ბავშვებს უწევთ და ხშირ შემთხვევაში სპეციალისტის დახმარებაც ხდება საჭირო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობელმა სწორად იცოდეს, რომ ბავშვის უზრუნველყოფა ტანსაცმლით, თბილი გარემოთი, საკვებით და ასე შემდეგ არ გულისხმობს მის სწორად გაზრდას და ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებში ჩადებული სწორი ინვესტიცია, მათ შორის იმ კომპონენტების კუთხით, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ეს ხშირად მიცემული ტკბილი, რომელიც ერთი შეხედვით ბავშვის რაღაც ქცევას აჩერებს, ხელში მიცემული გაჯეტი, რომელიც თითქოს ამშვიდებს ბავშვს, ამ დროს სერიოზულ ზიანს აყენებს მას მომავალში და ამ კუთხით ძალიან კარგია, რომ მშობლები იგივე ზუსტი კვებასთან დამოკიდებულებაში, იგივე ტკბილთან დამოკიდებულებაში უკვე იყალიბებენ ჩვენებს და დარწმუნებულად თქვენთან ხშირად მომზადებულის მოდიან, იმაზე ხშირად მომზადებული, ვიდრე რაღაც თუნდაც 10, 15, 20 წლის წინ იყო და ეს გარკვეულწილად იმ მედიის დამსახურებაც არის. აი, მაგრამ არის რაღაცები, რაც მშობლებს რჩება ხედლობის მიღმა. როგორ შეინარჩუნონ ბალანსი ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს შორის. ნახშირწყლის გარეშე შეუძლებელია განვითარების აუცილებელი კომპონენტი, ევოლუციურად ეს ჩვენ გვჭირდება. მაგრამ როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი და რა პროდუქტებიდან უნდა მივცეთ სწორად ბავშვს?
ესე იგი, ნახშირწყლები როგორც გითხარით, თითქმის 40-50% არის ბავშვის კვების. ის 1 გრამი ნახშირწყალი არის 4 კალორია. ამიტომ ბავშვმა დღის განმავლობაში დაახლოებით 150-200 გრამი ნახშირწყალი მაინც უნდა მიიღოს, რომ მისი კალორიულობა ამ საკვების მიმართ იყოს დაკმაყოფილებული. მაგრამ საიდან უნდა მიიღოს? ახლა ეს ისმის კითხვა. ეს უნდა მიიღოს აუცილებლად ნახშირწყლები მცენარეული, ბურღულეული და ხორბლიდან. და რაც შეიძლება ნაკლები, რაც შეიძლება არა, მაგრამ ნაკლები უნდა, ხილისგანაც უნდა მიიღოს, მაგრამ ნაკლები უნდა მიიღოს. და სრულიად უნდა ამოიღოთ შაქრიანი საკვები, ტკბილი საკვები, ტკბილი დესერტები და ცხიმიანი რძით გაჯერებული დესერტები. აი ეს არის მთავარი. მეორე ცილები. ეხლა ცილები, როგორც ვიცით, პროტეინები ჩვენი ორგანიზმისთვის ძალის მომცემია. რა თქმა უნდა, საშენი მასალაა და აუცილებელი ენერგიის წყაროა. ამიტომ როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა ვცვალოთ. რა თქმა უნდა, აქაც 1 გრამი 4 კილოკალორია ცილოვანი საკვები და უნდა გავაკეთოთ ისე, რომ დღის განმავლობაში ბავშვმა მიიღოს ცილოვანი საკვები, მაგრამ უფრო მეტად მცენარეული ცილებისაგან, როგორც არის ოსპი, ლობიო, ბარდა და ასე შემდეგ. აი ეს ცილოვანი საკვები ხორცითაც შეიძლება, რა თქმა უნდა, ეს არის ქათმის, ინდაურის, ხბოს, თევზის, მხოლოდ უნდა იყოს აუცილებლად ნაკლებ ცხიმიანი. ცხიმი არ უნდა იყოს მასში, მაგრამ მცენარეული გაცილებით, აი ზეთები დაუშვათ ხომ, არ არაფინირებული უნდა იყოს ზეთი, ან უნდა იყოს ზეთი, რომელიც არის ზეითუნზე დამზადებული, ზეითუნის ზეთი გამოიყვანოს საკვებად. მაგრამ ამაზეც აღნიშნოთ, რომ ხშირ შემთხვევაში თანამედროვე კვლევებიც ადასტურებს იმას, რომ ძალიან ბევრი ბაზარზე არსებული ზეითუნის ზეთი ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება იმ ხარისს, რაც არის, იმიტომ რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ამ მოცულობის წარმოება, ძალიან ბევრია ფალსიფიცირებული და ასე შემდეგ. ბუნებრივია ხარ ვიტყვი, რომ ეს ყველა შემთხვევაში ესე ხდება, მაგრამ ჯობია ბუნებრივი ცხიმი, რომელიც უფრო მეტად მნიშვნელოვანი ორგანიზმის განვითარებისთვის, ვიდრე დამატებითი ცხიმის გამოყენება. ესეც მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ უნდა მოვიდეთ არსებობს ტექნოლოგიები, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ყოველგვარი ზეთის და დამატებითი კომპონენტების გარეშე მომზადოთ პროდუქტები, იგივე თუნდაც გამზადებული აეროგრილები და ასე შემდეგ, რომელიც გვაძლევს ამის საშუალებას, ხოლმე საკუთარ ცხიმში მომზადდეს პროდუქტი. ხო, მაგრამ აი ცხოველურ ცხიმებზე მაინც თავი უნდა შევიკავოთ. ცხიმიანი ხორცი არ შეიძლება, ხორცი უნდა იყოს ჭრია ყოველთვის და უნდა იყოს ნაკლებად ცხიმიანი თვითონ ხორცი. ცხიმი არ შეიძლება, ცხოველური ცხიმები ბავშვების არ შეიძლება დაბალ ასაკზე ვლაპარაკობთ, თორე შემდგომ ასაკში რა თქმა უნდა შესაძლებელია ესეც. და რა თქმა უნდა ეს ცხიმები ყოველთვის გვაძლევს იმას, რომ ბავშვების ზედმეტად მიღებული ცხიმი ბავშვებს ასუქებს და უკვე სხვა პრობლემებს გვიქმნის. აი პრობლემებზე ვისაუბროთ, გვაქვს ესეთი პრობლემა, როდესაც პირობითად ბავშვს აქვს აუტანლობა გარკვეული პროდუქტების მიმართ. ამ შემთხვევაში არც ჭარბს კვებაზე გვაქვს საუბარი, არც ნაკლებ კვებაზე გვაქვს საუბარი. ამ შემთხვევაში საუბარი არის აუტანლობაზე, რომელიც სერიოზული პრობლემის გამომწვევი შეიძლება გახდეს. როგორ ხდება ამ დროს გამოვლენა? არსებობს აი ორი რამ. ერთი არის ალერგიული რეაქციები, საკვების ალერგიული რეაქციები და მეორე ეს არის აუტანლობა. ეს ორი განსხვავებული რამ არის, თუმცა აი ფორმით თვითონ შეიძლება გამოვლენა ერთნაირი იყოს, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულია. ეს არის ალერგიული რეაქციები არის იმუნური რეაქცია, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზმში და მიმდინარეობს საშუალო მძიმე და მსუბუქი და მძიმე ფორმით. ალერგიული რეაქციები. აი ეს რეაქციები, როდესაც მძიმე ფორმით მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში ორგანიზმი რას აკეთებს? აკეთებს ინაქტივაციას იმ ნივთიერების, რომელიც ალერგიას იწვევს, გამოდევნის, მაგრამ არა მარტო გამოდევნის, ორგანიზმსაც ავნებს, რა თქმა უნდა. ეს იმუნური რეაქცია. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ალერგიებს, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ალერგიის ფორმას და რა აუტანლობას. აუტანლობა რა არის? აუტანლობა არის ეს ხომ არის, რომ რამოდენიმე ცილა ერთვება ამ რეაქციაში, ამ ალერგიულ რეაქციაში, მაგრამ აუტანლობაში არის რომელიმე საკვების ან მასში შემავალი კომპონენტების მოუნელებლობა, ანუ აუტანლობა და სრულიად სხვადასხვა ალერგიული რეაქცია და სულ სხვა არის აუტანლობა. ხშირად მშობლები გვეუბნებიან, რომ აი ეს საჭმელი ვერ მიიღო ბავშვმა და აქვს ამ ბავშვს ალერგია. დიახ, რძის პროდუქტებს. ეხლა ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე ძლიერი ალერგენი აქვს რძის პროდუქტს, ასევე თხილსაც, რა თქმა უნდა, თევზი, კვერცხი, ბურღულეული და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც გვაქვს აი
აუტანლობა, ეს აუტანლობა არის რომელიმე კომპონენტის ადვილი დასადგენია უკვე მხოლოდ ექიმისთვის, რა თქმა უნდა. ეს თვითონ არ უნდა განსაზღვრონ, ეს არის ალერგია თუ ეს არის აუტანლობა. აი როგორ ხდება ამ შემთხვევაში ამ პრობლემასთან ბრძოლა? ამ პრობლემასთან ბრძოლა ასე ხდება. პირველ რიგში უნდა ჩაერთოს ალერგოლოგი, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ალერგიული სინჯები, მაგრამ იცოდეთ, რომ გამონაყარი, რომელსაც ალერგიული რეაქციები იწვევს ორგანიზმში შესული დაუშვათ ალერგენების, ყოველთვის არის ქავილით გამონაყარი. ამ შემთხვევაში რა შეიძლება განვითარდეს კიდევ ძალიან რთული პროცესები შეიძლება წავიდეს, განვითარდეს ბრონხოსპაზმი, გააჩნია ის ხომ ყველა ორგანოს და ყველა სისტემას აზიანებს. შეიძლება განვითარდეს ბრონხოსპაზმი, შეიძლება წავიდეს საყლაპავის შეშუპება, შეიძლება იყოს განვითარდეს აგრეთვე ხმის იოგების დაზიანება, ხმის ჩახლეჩვა, შესაძლებელია იყოს დიარეა და ნაწლავთა აშლილობა და მუცლის ტკივილი, რომელიც აი ამ შემთხვევაში აუტანლობასთან ერევა, მაგრამ აუტანლობის დროს აი ისინი არა გვაქვს, რაც ალერგიული რეაქციებისთვის არის დამახასიათებელი. აი ამით გამოიყოფა ეს და ყოველ შემთხვევაში, როდესაც მშობელი აღნიშნავს, რომ ბავშვს თითქოს და ალერგია აქვს, აუცილებელი არის აუტანლობაზე გასინჯვა, რა თქმა უნდა, ეს კვლევა არის, რომელსაც ატარებს ალერგოლოგები და ატარებს ნუტრიციოლოგები. აი როგორ უნდა დაგეგმონ მშობლებმა ბავშვის კვების რაციონი და მენიუ? როგორ უნდა შეარჩიონ? რა მოცულობით უნდა იყოს წარმოდგენილი ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და რაღაცნაირად განკუთვნილ რომ შევაჯამოთ, როგორ ხდება ამ პროცესის სწორად დაგეგმა? დიახ, აი სწორად დაგეგმა საკმაოდ რთული საქმეა. იმიტომ რომ აქეთ მხარეს არის ბავშვები, რომლებიც საჭმელს არ ჭამენ, ან ძალიან ბევრს ჭამენ და აქეთ არის კიდევ ნორმები, რომელიც გასათვალისწინებელია. ამიტომ მაქსიმალურად ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ შევზღუდოთ ნახშირწყლების მხოლოდ შაქრის ხარჯზე, იყოს ცილები, ოღონდ იყოს ხორცეულის და მცენარეულის და ცხიმები იყოს მხოლოდ მცენარეული და არა ცხოველური. აი ეს უნდა გავაკეთოთ. და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვაქვს პირობითი აუტანლობა, გარკვეული ალერგიული რეაქცია, ამ შემთხვევაში როგორ ხდება ჩანაცვლება ამა თუ იმ კომპონენტის, ამა თუ იმ პროდუქტის? არის სპეციალური საკვებები, რომლებიც არ არის ალერგიული და არის დაუშვათ ლაქტოზის აუტანლობა, ხო არის არა? ამ შემთხვევაში უნდა ულაქტოზის საკვები ჩართოთ აუცილებლად, რომ ულაქტოზო რძეები არსებობს ულაქტოზო კვება ბავშვთან არის ღრმა ჰიდროლიზატიანი საკვებები არსებობს, რომლებიც უნდა მივცეთ. ეს ხელად ასწორებს ამ მდგომარეობას და ალერგიული რეაქციები უნდა გავითვალისწინოთ, რომელი საკვები დადგინდეს უნდა, რომელი საკვებს ეძლევათ ბავშვებს ალერგია, ამიტომ ეს საჭმელები უნდა ამოვიღოთ მაშინ მათი და გარკვეულწილად ბოლოს რომ შევაჯამოთ ხალბატონინო, როგორ უნდა დავგეგმოთ ბავშვის კვების რაციონი ზრდასთან ერთად? ანუ რა ასაკიდან რა ასაკამდე ხდება პირობითად რაღაც ამა თუ იმ საკვების მიწოდება, შემდეგ რა ასაკის შემდეგ და მოზრდილობის პერიოდშიც როგორ უნდა გადანაწილდეს ეს ყველაფერი, იმისათვის რომ სწორად იყოს დაგეგმული და ბავშვს არ მოაყდეს არც საშენი მასალები და კვების ნივთები, არც მიკროელემენტები და არც მაკროელემენტები. კი ბატონო. ეხლა ეს ეტაპები ასე დავყოთ მაშინ, კიდევ გავიმეოროთ, რომ არის დასაწყისში არის ბუნებრივი კვება, რომელიც 5-6 თვემდეა, 5-6 თვიდან რა თქმა უნდა ბოსტნეული და ფაფეული, შემდეგ 7-8 თვიდან ხორცეული და თევზეული და წინახევრიდან უკვე წლის შემდეგ ბავშვი საერთო მაგიდაზე შეიძლება მივიყვანოთ. როგორ უნდა მივაჩვიოთ ამას? უნდა მივაჩვიოთ ბავშვს უნდა შევაყვაროთ, მადა აღუძრათ. არ უნდა კონდეს ბავშვს ყველაფრით რომ იტყვიან თვალწინ დადებული და განსაკუთრებით ის საკვები, რომელიც მისთვის არ შეიძლება და რომელსაც ასე იყენებს ოჯახი. ამიტომ უნდა იყოს ბავშვების ჩვევას დამოუკიდებლად საკვების მიღებას რამდენად მნიშვნელობა აქვს. ხშირ შემთხვევაში მშობლები აქაც შესაძლოა როდესაც სჯიან რაღაცა ამბობენ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ბავშვი ეუბნებიან დაღეჭე, გადაყლაპე, მიიღე, უყვირიან, ხმამაღლა ესაუბრებიან. ეს არანაირად არ შეიძლება. უნდა იყოს გარემო შექმნილი ისეთი, აი თეფშსაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ თეფშზე ჭამს ბავშვი. დანაყოფებიანი თეფშები უნდა იყოს, სადაც არის მისთვის საყვარელი საკვები და მისთვის აუცილებელი საკვები. აი ყოველთვის დედამ ისე უნდა მისცეს, რომ აი ამ მის საყვარელ საკვებთან იყოს რაღაცნაირად შეეტივნარებული მისთვის საჭირო საკვები. უნდა დაიგეგმოს ისე, რომ მე ვთვლი, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა მიაჩვიონ საკვების მომზადების პერიოდში მათთან ყოფნას. ძალიან სასურველია თუ ჩართავენ ბავშვებს აი ამ საკვების
მომზადების დროს, მაგიტის გაწყობის დროს არ არის აუცილებელი. მე რა რო დაუვარდა, მე რა რო დასვარა, მე რა არ არის აუცილებელი შენიშვნის მიცემა. ბავშვის მოტორული ფუნქცია ვერ გაეწევა მშობლის მოტორულ ფუნქციას, ეს არაფერად თავისდებათ და ფიქრობენ რომ რაღაც ეს დაუდევრობის ბრალია, დაუდევრობის არა, უბრალოდ მისი მოტორიკა იმ ეტაპზე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვმა სწორად მოუნდოს ისე დელიკატურად, როგორც მშობელი ამზადეს წლების განმავლობაში და ამ დროს მიცემული შენიშვნა შეიძლება ძალიან ცუდი იყოს მისთვის და აი დამოუკიდებლობა ბავშვის იწყება სწორედ აქედან. ზუსტად აქედან იწყება და კიდევ ერთი მინდა გითხრათ, რომ როდესაც მშობლები ბავშვებთან კვებას აპროტესტებენ, ყოველთვის ავიწყდებათ, რომ ყველაზე მთავარი მე ამას ასე უძახი, ეს არის მშობელთა კარგი დიპლომატია საკვების ბავშვის კვების პროცესში. დიპლომატები უნდა იყვნენ, იცით, რაღაცნაირად მიდგომილი უნდა იყვნენ, უნდა გაუხალისონ ბავშვს ეს ყველაფერი. არასდროს ბავშვზე, როდესაც ერთ ჯერზე ბავშვი საჭმელს არ შეჭამს, ის არ უნდა დაისაჯოს ამისთვის, იმიტომ რომ შესაძლებელია ამან უკვე ისეთი გამოუსწორებელი შეცდომები მოგვცეს შემდგომში და ბავშვს უკვე გაძულდეს საჭმელი. ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრულად, უნდა ჰუმანურად იყოს, მომზადების პროცესში ჩართული უნდა იყოს ბავშვი, სუფრის გაწყობის პროცესში ჩართული უნდა იყოს და არასდროს შენიშვნა არ უნდა მისცეთ განსაკუთრებით სხვა ადამიანების თანდასწრებით. დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის, რომელიც არა მარტო კვებით უნარებს გამოუშვებს, არამედ ძალიან ბევრი სხვა უნარის გამოუშვებას დაეხმარება ბავშვს. დაგემშვიდობებთ, წარმატებებს გისურვებთ, მაყურებელს კი შევახსენებ, რომ იმპულსის კითხვას პედიატრი ნინო ჯიმშალაძე პასუხობდა, ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა. მომავალ შეხვედრამდე.